ჯანსაღი ყვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხო, რეალურად ზუსტად ის არის, რაზეც ჩვენ კლასიკური მედიცინის მიღმა ჩვენ ვსაუბრობთ და კონკრეტულად ჩემი დაავადებიდან გამომდინარე, რადგან მე უკვე ამის ფაქტის წინაშე დავდექი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად აქცენტს ვაკეთებ უკვე, ესე ვთქვათ, გაასმაგებულად დავიწყე შესწავლა, თუ რა მეთოდებს მივმართო, თუმცა დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ასევე გარკვეული დაავადებების და როგორც ვიცით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს განსაკუთრებულად ჯანსაღ ყვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს და აი ამ მეთოდებზე რომ ვისაუბროთ ინტეგრაციულ მედიცინაში კონკრეტულად რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ სოციალურ სივრცეში ვიღებთ უამრავ ინფორმაციას და იმდენად დიდი ინფორმაცია შემოდის, რომ ძალიან რთულია რომ მოვირგოთ ჩვენს თავზე და აი მე მიგვანიშნოთ რა გზა უნდა გავიაროთ, რომ სანამ მოგმართავთ თქვენ როგორც სპეციალისტს, ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდები რა შეიძლება რომ იყოს. კი, ნამდვილად, ძალიან სწორი აქცენტია, ანუ ეს არის სწორედ ანუ ფუნქციური მედიცინა, რომელიც როგორც უკვე თქვი არის ინტეგრაციული მედიცინა, ხო, აკეთებს აქცენტს დაავადებების პრევენციაზე, რა თქმა უნდა, და ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზე და პრევენციაზე, ხო? მაშინ როცა კლასიკური მედიცინის მოდელი შეუცვლელია, როდესაც გვაქვს მწვავე პრობლემების გადაჭრაზე, ვთქვათ, მიოკარდიუმის ინფარქტი, ხო, ფუნქციური მედიცინა იქ ბევრს ვერაფერს გააკეთებს, აქ არის უკვე კლასიკური მედიცინის თემა, ხო? და სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ ანტიბიოტიკებს თუნდაც და ასე შემდეგ. რაც შეეხება პრევენციას, იმიტომ რომ ჩვენ აქ პრევენციაზე ვსაუბრობთ, ხო? პირველ რიგში აუცილებლად ვსაუბრობთ პერსონალიზებაზე, თუმცა თუ მოვახდენთ გენერალიზებას და განვაზოგადებთ ამ თემას, ხო? ყველაფერი მიდის ჩვენს ცხოვრების სტილთან. ანუ ცხოვრების სტილია უდიდესი მნიშვნელობის, ჩვენ რომ მგონია რომ მაგალითად იყო და ბევრს აქვს ჯერ კიდევ ასეთი წარმოდგენა რომ ჩვენი გენები განსაზღვრავენ ყველაფერს. ამ დროს ჩვენი გენები განსაზღვრავენ მხოლოდ ჩვენი დაავადებების 10%-ს. დანარჩენი არის ეპიგენეტიკა, ანუ ცხოვრების სტილი, ის თუ როგორ ვიკვებებით, ის თუ როგორი პასუხი გვაქვს სტრესზე, იმიტომ რომ სტრესს ვერ ავიცილებთ თავიდან. სტრესი გარკვეულწილად კარგია ჩვენი ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, თუმცა რაღაც დოზით, მცირე დოზით, ხო? თუ სტრესი არის გახანგრძლივებული და ამას აქვს ქრონიკული სახე, აი ის უკვე იმის მიხედვით თუ ჩვენ რა გენეტიკური პროფილი გვაქვს, ხო? ამან შეიძლება ჩართოს სიმსივნის გამომწვევი გენები. ძალიან დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ქრონიკული სტრესი ზრდის სიმსივნის რისკს.